გამარჯობა. მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო. ეხლა მინდა გესაუბროთ იმ თემაზე, რომელიც წინა ვიდეოში არ დამისრულებია და საქმე ეხება აზრს და გამოსახულებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, მკვეთრი დაპირისპირებაა, რაც მე საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად, შინაგანი დაკვირვების შედეგად აღმომიჩენია, ასე ვთქვათ. აღმომიჩენია, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ხო, დამინახავს, ჩემს თვითდამკვირვებელ მეს დაუნახავს. აზრსა და გამოსახულებას შორის. ყველა აზრს, როგორც თქვით, აქვს მისწრაფება იქეთკენ, რომ გამოსახულება შეიძინოს, ანუ კონტურები შეიძინოს და გამოჩნდეს. აზრი, რომელიც არ გამოჩნდება, ის აზრი არ არის აზრი, ალბათ. აი, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მე, ჩემი ამას მეუბნება, ეს ახსოვს ჩემს მეს, ხო? არ არის აზრი. ამდა აზრმა შეიძლება არ იცოდეს და ვთქვათ, ის, რაც არის დაფარული, რაც არის საიდუმლო, მაგრამ ის ხედავდეს საიდუმლოს როგორც გაუმხელელს, ანუ როგორც აზრმედექს, ანუ რომელიც ნებისმიერი აზრის შემოტევას გაუძლებს. და ამავე დროს მზერამედექსაც, მზერა შეუვალს. იმიტომ რომ აზრი მზერას მოყვება, როგორც ჩვენ ვთქვით, აზრი და მზერა ერთად იწყებენ სვლას, მაგრამ მერე სადღაც აზრი მზერას ეკარგება და სწორედ აი ამ მოვლენის შედეგი არის ის, რომ ის, რასაც გულისხმობ, როცა ლაპარაკობ ჩემს რომელიმე მესთან ან ყველასთან ერთად, როგორც მე მგონია, ეს არის მდგომარეობა, როცა ჩემი მზერა მიაშტერდება, დაჟინებით დაუწყებს ყურებას იმ წერტილს, სადაც აზრი გაუჩინარდა და მზერა ჩამორჩა, ვერ მიყვა მას მზერა. და ეს ერთ-ერთი, ეს არის აზრი, როგორც ქრობადი წერტილი, როგორც გაუჩინარებადი წერტილი. და ესეც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს იმისა, რომ რაღაცა ჩემს შინაგან სამყაროში აირიოს, ხო? და იქ რაღაც ქაოსივით გაჩნდეს, ხო? და ქაოსი დაიბადოს, ხო? ეს გაუჩინარებადი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის, ასეთი გაუჩინარებადი და ქრობადი წერტილებიდან არის აგებული მთელი ის ეკრანი, რაც, ასე ვთქვათ, ცნობიერების სახით იშლება ჩემში, ხო? აი ასეთი ქრობადი წერტილებით არის გაჯერებული. ეხლა სხვა კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რომელიც აი დასახელებულ წინააღმდეგობას ერთვისთან, ეს არის ის, რომ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ანუ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმან, ვისაც ეს ასე ვთქვათ, ეს ხელეწიფება, ანუ ეს შეუძლია,
ჩემში. ანუ მე ბევრია, ხო? იქ არის ასევე სხვები, ვიღაც შეიძლება იყოს ანონიმური უცნობი ვიღაცა მავანი ასევე, ხო? არის ცარიელი ადგილი, სიცარიელე, რომელიც მე მიწოვს, მე მგონია რომ მე მიწოვს და სხვა მეებსაც რომ ვეკითხები და მათ გამოკითხვას ვაწარმოებ, ისინიც მიდასტურებენ რომ ისინი ყოველთვის ამ მდგომარეობაში არიან, ამ დაძაბულ მდგომარეობაში სიცარიელესთან და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ანუ შეუძლებელს ხდის იმის დანახვას, თუ ვინ არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ხო? ვინ არის ის, ვინც ცდილობს თავისი გადაწყვეტილებით ასე ვთქვათ დაალაგოს ის მდგომარეობა, რომელიც ჩემში არის, ხო? აი აქ მინდა ვახსენო ისეთი მოვლენა, როგორც არის თათბირი, ანუ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩემი თვითმხილველი დამკვირვებელი მეუბნება, ეს გადაწყვეტილების მიღება ხდება აი ამ ყველა კომპონენტის, ყველა მეს, ასე ვთქვათ, თათბირის შედეგად. თათბირის შედეგად ისინი თათბირობენ და ამ თათბირის შედეგი არის სწორედ გადაწყვეტილება და ამიტომ არის რომ გადაწყვეტილება არის ეფემერული, სწრაფი წარმავალი, მას ამბილობა არ აქვს, იმდენად რამდენადაც გადაწყვეტილება, ნებისმიერი გადაწყვეტილება იმავდროულად არის გადაუწყვეტლობა. ანუ მე რაღაცა რო გადავწყვიტე, ჩემს მეერთან თათბირის შედეგად, რო გადავწყვიტე, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საბოლოო არ არის და ეს გადაწყვეტილება იმავ წამს თუ არა, რაღაც მომენტში მე შემომიტრიალდება როგორც გადაუწყვეტლობა. და აი გადაწყვეტილებისა და გადაუწყვეტლობის ეს წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი საბაბია იმისა, რომ ჩემში აიწეწოს ყველაფერი, ხო? თავისთავად თათბირი, ეხლა თავისი თავი მარტო ერთი მე იქნება თუ მრავალი მე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ეს ასეთი თათბირი არ არის უცხო ჩვენთვის, იმიტომ რომ აი იურიდიულ სფეროში ეს ტერმინი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, როცა ამბობენ რომ აი რა ქვია, მოსამართლე გავიდა სათათბიროდ, ხო? მოსამართლე ერთია, ხო? ამ შემთხვევაში თუ ის კოლეგია არ არის დაუშვათ, ხო? მოსამართლე ერთია და ის მიდის სათათბიროდ და ბუნებრივია ჩვენ მე მიჩნდება, აი მე არა ვარ იურისტი და არა ვარ პროფესიონალი ჩახედული ამ საქმეში, მაგრამ მე მიჩნდება ანალოგიის განცდა, რომ ასეთი რამ ხო არ ხდება ჩემშიც. ანუ მე ვეთათბირები მხოლოდ ჩემს თავს, ხო? მე მგონია რომ მე ვიღაც ჩემს დაუშვათ მეორე მეს ველაპარაკები ეს უფრო დაუშვათ უფრო ვიღაცისთვის შეიძლება ეს უფრო გასაგები იყოს რამდენადაც მეორე მეს შესახებ შეიძლება ბევრს გავუგია, ხო? მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ანალოგია, რა თქმა უნდა, ეს მსგავსება არ არის ზუსტი და ეს მხოლოდ შორეულ რაღაცა ნისლოვან ჰორიზონტში გვაჩვენებს იმას, ეხლა რისი თქმაც მე მინდა და ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ დავფიქრდებით, თუ როგორ ვიღებ ჩვენ გადაწყვეტილებას შინაგანად, ხო? ამა თუ იმ წამს როგორ უნდა მოიქცე, ან რა უნდა მოვიმოქმედო, ან რაღაცა, ხო? აი ესეც არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში ქრობად წერტილთან, ანუ თვითონ გადაწყვეტილების წამი არის ქრობადი წერტილი, ან გაუჩინარებადი წერტილი. იგი უსყლდება მზერას და
ყველა გადაწყვეტილებას გადაუწყვეტლობად შემოაბრუნებს ხოლმე, ხომ? მე ამას ასე განვიცდი ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? ეხლა რაც ეხება იმას თუ მე რომ კიდევ ერთი შტრიხი შევმატო ამ აზროვნების სახელოსნოს თვითონ იდეას, ხო, მე ვიტყვი რომ აქ მიზანი რა თქმა უნდა არ არის ის რომ ვიღაცამ რაღაცა ისწავლოს, არამედ აქ არის საუბარი იმაზე რომ გამოცდილებების გაზიარება მოხდეს, რომ მე სცადოთ, რომ შეიძლება არა მარტო გაზიარება, არამედ გათვალისწინებაც მოხდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, რა კი სახელოსნოა აქ რაღაცა სწავლასთანაც გვაქვს საქმე, ხო? და ისწავლება თუ არა აზროვნება და შეიძლება თუ არა აზროვნებას ადამიანი დაეუფლოს, ხო? ეს ერთ-ერთი შეიძლება ერთ-ერთი ამოცანაც კი იყოს ამ წამოწყების, ასე ვთქვათ, ხო? და მე მინდა გითხრათ აქ ასეთი ამბავი, რომ აი ამ ჭრილში ანუ აზროვნება ძალიან გავს თამაშს. აზროვნება აი ერთი რაღაცა სამეთვალყურეო წერტილიდან გამოიყურება როგორც თამაში. ჩვეულებრივი თამაში. აი ბავშვები რო თამაშობენ, აი ესეთი თამაში, ხო? აი მაგალითად მე რა მაქვს ხედველობაში, ანუ პატარა ბავშვი, რომელსაც მისცემენ თოჯინას, რომ ითამაშოს, რა თქმა უნდა, ბავშვი მას ესე იგი ნაწილებად შლის და შემდეგ ცდილობს ის ააწყოს ისევ, მაგრამ ნუ ესე გამოდის, ასე ვთქვათ, გამოდის ისე, რომ ბავშვს ალბათ არ შეუძლია, რომ ესე იგი ის ნაწილები, რომელიც მოაშორა ამ თოჯინას, ისევ დაუბრუნოს თავიანთ ადგილს, ხო? და ხედავთ ჩვენ, რომ თოჯინას თავის მაგივრად ფეხი აბია, ასე ვთქვათ, და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე როცა უსწორებთ, და უსწორებენ, ასე ვთქვათ, ამ რა ქვია, ამ ბავშვს თუ როგორ უნდა დააბრუნოს ეს ნაწილები, თელს როგორ უნდა დაუბრუნოს, რა თქმა უნდა, ამას ის სწავლობს და შემდეგ ასე ვთქვათ, ასეთ ვითარებაში არ აღმოჩნდება ხოლმე. ხო, აი, ესე იგი, მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი გზა, ხერხი, როგორ უნდა ისწავლო აზროვნება, ერთ-ერთი ხერხი და მე ამას ერთ-ერთი ჩემი მეუბნება, ეს არის დაშლა და აწყობა. ხო? რაღაც უნდა დაშლა და უნდა აწყო და ამ დაშლა აწყობაში კი არ უნდა ისწავლო, ასე ვთქვათ, რაღაცა მიზანმიმართულად, არამედ შემოგესწავლოს. უნდა შემოგესწავლოს. აზროვნება უნდა შემოგესწავლოს. ის არ ისწავლება. იმას დისციპლინაში ვერ მოაქცევ, ხო? და ვისაც ქონიათ შეხება ჩინურ ფიგურებთან, მან იცის როგორ ხდება ეს დაშლა და ეს აწყობა. მე მხედველობაში მაქვს ჩინური ენის რა ქვია, ის ელემენტები, რომელსაც იეროგლიფებს უწოდებენ ხოლმე, მაგრამ ეს თვითონ ჩინელები არ უწოდებენ იეროგლიფებს, ხოლმე ეს არის ელემენტები, რომელიც შედგება ძირისგან და პრედიკატისგან, ანუ ძირი და ის, რაც ამ ძირს მოქნილობას ანიჭებს, ხო?
მერე ისე იგი კომპონენტი უბრალოდ იქნება არა პრედიკატი არამედ კომპონენტი რომელიც მოქნილობას ანიჭებს ამ ძირებს ხო ის კომპონენტი შეიძლება კიდევ დაიშალოს ძირა და კომპონენტი კიდევ დაიშალოს ასე ვთქვათ და შემდეგ ხდება მისი აწყობა ასე ვთქვათ ხო და ეს ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ნაცადი ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან გზა არის ჩინური ამ რა ქვია ფიგურების შესასწავლად კი არა რომ შემოგესწავლოს ისინი ხო აი ეს მინდოდა ეხლა მეთქვა და მე ახლა დაგემშვიდობებით და შემდეგი ვიდეო იქნება ისევ ამ თემის განგრძობა ну სხვა ასპექტით რა თქმა უნდა